ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მთელი გლდანის მასივი გადავიარეთ და მოვიდით აგერ თეთრ ტბასთან სამწვადე ვახილო. ამ სამწვადეზე ძალიან ცუდი ამბები მოგწერეს და აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ. ვახილოს მწვადების ფასებს გეტყვით, იმიტომ რომ სამწვადეა ძირითადად 11 ლარია, აფხაზური არის 12, კუპატი 12 და ნეკნი და სუკი 14 ლარი. ფასები ნამდვილად კარგია, მაგრამ მოდით შევიდეთ და დავათვალიეროთ ეს სამწვადე. ობიექტი აშკარად ახალი გარემონტებულია, ახალი ობიექტია, სულ რამოდენიმე თვეა მუშაობს, იატაკი მოპირკეთებულია. ღუმელი არ ვიცი მუშაობს თუ არ არის თუ არა შეერთებული, არა არ არის შეერთებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაჩვეულებრივი კარგად გამოიყურება. მაცივარში კონტეინერები არის და მზაკერძები პრინციპში არ არის, მაგრამ თქვენ კარგად იცით და ჩემმა მაყურებელმაც კარგად იცით, რომ ერთჯერადი კონტეინერი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მეორედ გამოყენებული, აი რაღაც ესეთი კონტეინერები, რომელშიც მაიონეზი, ნაყინი და ასე შემდეგ იყო, რასაც ერთჯერადი ქვია, იყოს გამოყენებული მეორედ. ჯობია რომ ახალი კონტეინერი მრავალჯერადები შევიძინოთ და ის გამოვიყენოთ მრავალჯერადად და რასაც ქვია ერთჯერადად იყოს გამოყენებული. აქ არის ულუფებად დამზადებული ფრი, კი ბეტონო, მაცივარი სუფთა, აქ არის ცომი ჩაყინული და აქ არის აი ქათმის ფრთები აწერია, კი ბეტონო, ქათმის ფრთები უკვე შეკმაზული არის ჩაყინული და აწერია ვადაც, როდის არის ჩაყინული და არის მინუს ტემპერატურაზე შენახული, რაც გვაძლევს ხანგრძლივი შენახვის საშუალებას. გამაცივარს გაწმენდა აშკარად ჭირდება, ნახეთ. ეს არ უნდა იყრებოდეს არანაირად ხორცზე. ხორცი არის ჩაყინული და როდინდელი, ეს ხორცები როდინდელია, შეგიძლიათ მითხრათ, არცეც არ აწერია ვადა. და ყველა არის აი ამდენი ნარჩენი ხوار შეიძლება აი ესეც ნარჩენია ქალბატონო ესეც არა ნარჩენები არ არის მარტო ნარჩენები რატო თუ ნარჩენია რატო არ გაგაქვთ ეს არის დაჭრილი გაყინული ხორცი აი ეს ხო ნარჩენი არ არის აი ეს ხო ნარჩენი არ არის აი ამის გარეცხვა ხო შეუძლებელია პარკში მაინც ჩადეთ და პარკში მაინც იყოს ჩადებული. ნუ ეს არის ქარხნულად შეფუთული ფილე, რომელიც დასაშვებია და მაცივარი გასაწმენდია. აი ასე ხორცის შენახვა ეს უკვე დანაშაულია. ასე ხორცის შენახვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი აქ არის უკვე ხედავთ ამაცივარში ახალი ხორცი. აი ფერითაც კი ეტყობა რომ ძალიან მაღალი ხარისხის არის. ამ ხორცთან მე პირადად პრეტენზია არ მაქვს, თუმცა პრეტენზიას გამოვხატავ უკვე უშუალოდ ქაბაბთან მიმართებაში და რას? ანუ ჩვეულებრივად როგორც ხორცია შეფუთული, მე მესმის რომ შემოდიან და შეკვეთას აძლევენ და გააქვთ ქაბაბი, მაგრამ აუცილებელია რომ ქაბაბიც უნდა იყოს შეფუთული. არ უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. კარგი იცით რა გაქვთ ობიექტზე? საოცრად სუფთა ქვაბები გაქვთ. ეს სუფთა ქალბატონის ეს არის, რა ქვია, დამსახურება. დანები გაქვთ კარგად ჩაწიწიკებული. აი ნახეთ, ძალიან კარგადა გაქვთ შენახული და ეტყობა რომ თქვენ პროფესიას პატივს სცემთ და გიყვართ თქვენი პროდუქცია. რასაც ვერ ვიტყვი აი ამ დაფაზე. ყუნს არ ხმარობთ, ხმარობთ ეგრეთ წოდებულ ევროკავშირის რეკომენდაციას პლასმასის დაფას, რომელიც ჩვეულებრივად ნაჯახის დარტყმის დროს ტყდება. აი ხელსაც რო გადაუხსნოთ, აი ზედაპირი ეხლა ძალიან ვთხოვ ოპერატორს ძალიან ახლოს და კარგად გაჩვენოთ და ნახეთ, აი რეცხვა ძალიან რთულად ირეცხება და რისკი ძალიან მაღალია რომ ნაწილაკები მოხვდეს საკვებში. აი ეს უკვე მიუმართავს რუსეთის ეროვნულ სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ აი ამ სტანდარტს და ამ პრობლემას კარგად გადახედონ. იმიტომ რომ პრობლემის იდენტიფიცირებას მოვალეობა აქვს სახალხო კონტროლს. აი ესეთი უბრალო პლასმასის მაგიდები და სკამებია და ასევე ხის უკვე გაწყობილია, თუმცა სუფთა, მინდა რომ ვაღიარო რომ სუფთა. ნახეთ როგორი სამარილია და საპილპილე დახურული, ხელსახოცები და ჯერადი ჩხირებიც კი არის.
სუფთა ჭურჭელია, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი როგორია, იცით? აი რაზე მოვყვე არ ვიცი. თუმცა იატაკიც ასევე ნამდვილად მოწმენდილია. არის აი ესეთი დაპრესილი ფანერა, კედლებზე დაპრესილი ფანერა და აი ამ ხის ფიცრების უკან არის კუპეები. ეს კუპეები ხო ძალიან უყვართ, აი ამის ფენომენი ვერ ამოვხსენი, მაგრამ რატომღაც ქართულ კაცებს ძალიან უყვართ აი ამ კუპეებში შესვლა და აქ თავისთვის ჭუკჭუკებენ, ბასობენ და რაღაცას ამბებს ყვებიან და ასე შემდეგ, ზოგჯერ მღერიან კიდევაც. აი ესეთი პატარა კუპეებია, კი ბატონო, მეუბნება კედლის უკან მიდის кейფი, მაგრამ ისევ და ისევ არ ვაწუხებთ მომხმარებელს, ამიტომ ლუდი კარგია. წვადი? უკეთეს ვერ ნახავ, ისეთი მწვადი არისო, გვეუბნებიან. კარგით. მოდით დავასრულოთ ახლა ამ დარბაზის დათვალიერება, იმიტომ რომ უბრალოდ მოსაყოლი არ არის. უბრალოდ აი ეს ფანერა არის, აი ეს დაპრესილი ფანერა არის მათი სავიზიტო ბარათი, არ ვიცი, ნახეთ სამზარეულოს ყოფს აი ამ ბარის ნაწილისგან, აი ეს დაპრესილი კედელი. დიდად მოსაყოლი არაფერი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ აქ ძალიან დიდი ასორტიმენტია სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელებისა. ნუ ის რომ სამწვადეა და ვახილო რატო ქვია, არ ვიცი. ეს მე მეგონა, ეხლა ვიტყოდი, ნახეთ რამდენი მტვერია, მაგრამ არა. ეს არის პილპილ მოყრილი ხინკალი, აი ესეთი. ტრნ. შიგნით ხურდებია, შეგიძლიათ ხურდა ჩააგდოთ, როგორც ტიპის სახით, ტიპს რო ტოვებენ ხოლმე რესტორანში, აქ შეგიძლიათ ხურდა ჩააგდოთ. და აი ესეთი ხინკალი დაგხვდებათ შემოსასვლელში. აი რა გითხრათ მეტი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ გდანის მასივის ბოლოში თეთრ ტბებთან სამწვადე ვახილო. აქ კიდე არის ფრის აპარატი, მოდით ვნახოთ. ზეთს რა სიხშირით ცვლით. და რომელზეც ხმარობთ. შეგიძლიათ მაჩვენოთ? ეს არ არის სამ დღეში ერთხელ შეცვლილი ზეთი, არანაირად. ასეთი სქელი არ შეიძლება იყოს ზეთი, თუ გინდა, აი თქვენაც ზეთი მე მაჩვენეთ, ის ასე სამ დღეში არ სქელდება. ეხლა აქ შევიხედოთ მაცივარში, ეს მაცივარი კოროზირებულია სამწუხაროდ. ესოსისები როდინდელია? ეგ გაყიდვაში არა გქონდეთ. გაყიდვაში თუ არა გაქვთ, მაცივარში რატო გაქვთ? ეს არის ძალიან ძველი, ერთი ცალი, ორი ლარი. აი ჩვეულებრივად უყურებთ, რომ ძალიან ძველია. იმედია, რომ არ გაყიდით. მე ახლა პირდაპირ გეუბნებით, რომ ეჭვი მეპარება, მაგრამ აი ჩავთვალოთ, რომ 100 არის. ესეც არაა გაყიდვაში? ესეც არ არის გაყიდვაში. არც ეს არ არის, ესეც მომსახურე პერსონალისა, არც ეს არ არის გაყიდვაში. соуსი როდის გამზადებულია? სუნი ცოტა მძაფრი. ხო, ნუ როგორ იყო, ით ესენი უცადეთ და რო არ გამართლა, მაგიტო გავაჩერეთ. ანუ ესეც გადასაგდებია, ხო? კი ბატონო. ესეც გადასაგდებია? გაკეთება. 18:03, კი ბატონო, ამდენი ხანი არ შეიძლება, ბატონო, მოგეხმარებით. დაგალაგებიებთ. მე აუცილებლად შემოვივლი კიდე, არ დამხვდეს არც ერთი მაცივარში შელაგებული. კარგით? აი ამის რეალიზაცია აკრძალული.